მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ეთერშია პოლიტიკური კვირა. მე მისი წამყვანი შავლე ჭკოიძე გახლავართ. გასული კვირის განვითარებულ მოვლენებს მივეხილავ ბატონ რამაზ შალიკავასთან ერთად. ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე. მოგესალმებით ბატონ რამაზ. დიახ. ძვირფას ტელემაყურებლებს და ასევე თქვენ მოგილოცავთ ხვალიდან დღეს. წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულს ისურვებთ. თქვენს ძვირფას ტელემაყურებელს და მთლიან საქართველოს ხვალდენი დღის მადლის, ფარველობას და შეგრძნებას. ბატონ რამაზ. დიახ. მე გადაცემის პირველ ფორმატიდან გამომდინარე პირველ კითხვას შევეხები, ეს არის აგერ უკვე გასული 9 მაისში, კერძოდ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის იუბილე და ასევე მინდა ამ თემის გარშემო გავაკეთო აპელირება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომელიც საქართველოს შემცხოვრებ ვეტერანებს მოლოცვა, ასევე გააკეთა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასთან მშვიდობიან ფორმატში ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით. აი ამ ყველაფერს ბატონ რამაზ, თქვენ როგორ შეაფასებთ? პირველ რიგში ჯერ 9 მაისის დღესასწაულზე ველაპარაკოთ და შემდეგ გადავიდეთ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით. დიახ. მადლობთ. ბატონო შალე. ჯერ 9 მაისს მოულოცავ. რა თქმა უნდა, კი. იდუმში ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შევიტანათ მეორე მსოფლიო ომში. დაიღუპა 300,000 ქართველზე მეტი ახალგაზრდა, 900,000 მეტი. თითქმის 400,000 იყო, დაახლოებით. კი ბატონო. 700,000 ადამიანი გაიწვიეს. და ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის მაგ სიტუაციაში ჩვენ. ჩვენ მონაწილეობა 9 მაისს პარადში მოსკოვში ძალიან უნიშნელო იყო, ნოლი იყო ფაქტობრივად და ახლა პუტინის მილოცვა მანდ ეს არაფერი ისეთი არა, ახლა ყოველდღიურ ლოცვას მაგი ქართველებიანებს. ყოველდღიურ ლოცვას. ხო, მაგრამ შეუძლებელია. ჩვენ ხო ჩვენი დაფასება ჩვენ ქართველებს არ გიყვართ ჩვენ თავის. ჩვენ თუ არ ჩავიდოდი ხა არც ჩასვაზე არა ლაპარაკი. ჩვენ ის გავატარეთ ეს დღე, ისი გავატარეთ ძალიან ჩუმად რაღაცა სკვერში ბაღში. რა სკვერში ბაღშიაც. მეორე მსოფლიო ომის მოგება წაგების ამბავის განხილვა ქართველების მონაწილეობის გარშემო წარმოუდგენელია რა. რა თქმა უნდა. ერთი პუტინი გამოდი ლაპარაკობდა იქა. ერთი ვინც ეს ომი აწარმოა ის კაცახელი რუსენებია რა. საერთოდ არც არ შეხებია მაგ თემას. მე ვინმე იგო, რუსთა მოიგო ორიენტოფი თუ ბატონ სტალინმა მოიგო და ლაროდი პალოვიჩმა მოიგო. რა თქმა უნდა, ქართველები ორივე ქართველმა მოიგო. ვინმე იგო მე ახლა რაც ლაპარაკი რაც უნდა ამ ხალხო ამას რა. ვინ კონდაძორა მოიგო ომი და უშურობა მოიგო ომი და ბატონ სტალინმა მოიგო ომი, ხო? კი ბატონო. აი ამას არ ახსენებ. არა. ქართველის აი თურმე მეორე 4 წლის განმავლობაში სადაც ომი მიდიოდა საქართველოს იარაღი გამოუშვია 700,000 მეომარი შეუიარაღებია საქართველოს წარმოებას. იმ ხელწარმოება იყო თურმე აგაშელი რა. 700,000 მეომარი შეუიარაღებია საქართველოს. მაშინ და მთელი უშუალობა და მთელი ენკევედი ხო ნახვადი ქართველები იყო მაშინ. დროშა ერთი მაგალითად ეგოროვმა აწია დროშაო. კი ეგოროვი იყო უმცროსი სერჟანტი და მარშალ ამბობს კაცო. ან ქართლის გარეშე იქ ჩვენ ახლა ჩაგვიდა მაგათად ახ უნდა ჩაგვიტარებია ჩვენ სამხედრო აღლუმი. ახ უნდა გაშო ჩვენ ვიღეთ წვლილი ამ ხალხ წვლილი შევიტანეთ ევროპაში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხო? ჩვენ წინ ვინ დგას საფრანგეთი დგას ნახალ საფრანგეთი ახდებოდა საბრძოლოში. რა თქმა უნდა. ახდებოდა რუმინეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ახეთ არის არ გულდოდენ კაცო. ახეთ მამიცონ უღეთეს ჩეხები არ იყვნენ საქართველოს ჩვენ ჩეხები არ გულდოდენ ახეთ იმაში. კი ბატონო. კავკასიის ფრონტზე კერძოდ. კავკასიის ფრონტზე ჩეხები არ გულდოდენ. მე ეს ხო ყველაფერი დავამარცხეთ. აი ბატონო რამაზ ბოდიში ჩვენ აიშიც არ უნდა დავივიწყოთ რომ მეორე მსოფლიო ომი სანამ დაიწყებოდა ფრანგებმა და ინგლისელებმა მოიყვანეს სათავეში ამერიკის ხელშეწყობით ჰიტლერი და ფაშიზმური ხელისუფლება. ხო ეგრე იყო? ვინ დაარღენა ფეხზე გერმანიის ეკონომიკა, რუსი ფულით. ინგლისის და ამერიკის ფულით დაარღენა. ეს ყველაფერი ხომ ისე და ეს ყველაფერი გამოიყენეს რუსეთის წინააღმდეგ, ჰიტლერი გაზია და მოუწრიალ და
მანამდე არ იბრძოდნენ ჰიტლერის წინააღმდეგ, სანამ საფრანგეთი არ იყო. საფრანგეთი არ იყო, ორ დღეში მოათავა საფრანგეთი. რა, ფრანგს ლაპარაკობ დღეს. სამ დღეში მოათავეს ფრანგეთს. და რან ტრამი გამოდის გუშინძემ. და 250,000 ამერიკელი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში და ამერიკელებმა მოიგეს თუ მეორე მსოფლიო ჰიტლერის დამარცხებაში ამერიკას დიდი წვლილი მიუძღვა. ამერიკამ დაამარცხაო ჰიტლერი რა. მაგრამ აი საინტერესო ფაქტი რა არის ბატონო? ეს ყველაფერი კი გასაგებია, მაგრამ ჩვენ არ ვაფასებთ, ჩვენ ხარ, ჩვენ არ ვამბობთ ამას. ამას ჩვენ ხალხს ვერ ვასწავლით. ამას ჩვენ თავობას არ ვეუბნებით. ამაზე არაფერი ორი სხვას გამოყრათ. ჩვენ უნდა უთხრათ ეს, რომ ამდენი წვიმი მიუძღვის საქართველოს ფაშიზმის გამარჯვებაში. ჩვენ არ ვამბობთ და სხვა გეტყვის გაცო. არ არის. და კიდე ერთ რამეს დავამატებ. ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში მანამდე არ ჩაერთო ოფიციალურად, სანამ იაპონიამ ჰამბური არ დაბომბა. მერე? მეორე ფრონტი 24 სექტემბერში გასწრა. კი ბატონო. სანამ ნახარო საკავშირი გადიოდა საზღვარს გადადიოდა უკვე მერე გასწრა. მერე დაიწყეს ის რა ქვია. არიგაბ მთლად წაიღებს ევროპასო და ახლა ისინი იცი რა არის ბატონო რამაც. ისინი იმას იწერენ რომ 1945 წლის 2 სექტემბერს უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უბრალოდ ბოდიში, იაპონიამ და ეგ იყო მაგით. დამთავრდა ომი და მაგას იწერენ ალბათ ეგრე გამოდის რომ ომში მაგათ კარგი რა რუსეთის ესეთი არასწორად და ქართული არასწორად ესეთი და მერეც რაიცით ვერ ვართ ჩვენ მაგრამ ჩვენ აი ძალა ჩვენ მომახეა ჩვენ აგდახა რა ჩავიდნენ უზბეკები ჩავიდნენ და აი უზბეკები ამბობენ რომ ჩვენ ვამბობ უზბეკები კი ბატონო ყაზახები ჩავიდნენ ჩვენ თუ არ ჩავიდოდა მთავრობის დელეგაცია ხო? რაღაცა სხვა მხრივ უნდა ჩასულიყო ჩვენი ხალხი რა. კი ბატონო, უნდა ჩასულიყო. არასთან მთავრობის ხალხი კი არა. რაღაცა ორგანიზაციის სახით, რაღაცა გამოჩენილი იყო და ქართველები ჩამოვიდნენ და ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც ამდენ წუთი ხო, მაგრამ ბატონო რამას, ბოდიში, ვინ ჩავიდოდა? ზუსტად იმ 9 მაისს აღნიშნეს ჩვენ ქვეყანაში ევროპის დღე. და უამრავი ხალხი იყო გამოსული ევროპის დღესთან დაკავშირებით. ეს ხო შესაძლოა ევროპის, ამათ ხო ქართველებზე კაი რა თქმევია ამ ჩვენს ლიბერალებს, კაი ჩვენ რა თქმევია, რა ევროპის დღე, სადა ევროპის დღე. ფრანგული და ინგლისური ნახშირის თუ რაღაცის გაერთიანების დღე არის კაცო. რა ინგლისური 220 როგორც დაიცვდილათ 9 მაისი. ხო. ესო დაიცვდილათ ეს არაფერი რა. და გამოცხადდა ეს. ვითომ რაღაც ისულელე რა, შენ ცხარი იყოს კაცო, თქვა რომ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, ამდენი ხალხი დაიღუპა და ამდენი რედსამე გავაკეთეთ ქართველებმა. ვის რაკეთებდა გავაკეთეთ კაცო? ხო. ერთ მოსახლეზე რა 25% ომში დავიდა კაცო. ვინ წავიდა ამდენი ომში, რომელი? რატო მაგალითად ჩემი ვის არა ქვია, მამაჩემის მამა და მისი ძმები ომში წავიდნენ. ბებიაჩემი ორიზონალ დაღებულია. ცოტა ქუჩა ჩალეგა ქუჩა არის. ესე იგი 15 ოჯახია და 8 კაცია ომში დაღებული. ერთ ოჯახიდან არის 3 კაცი. 3 დაღებული, 2 დაღებული. ფაქტურად ორი კაცი ჩამოვიდა დაანცენ ყვა დაიღუპა. კი ბატონო. ამდენი ახლა სათქმე ადვილია. ეხლა იმ დროს ჩაიხედა სიტუაციაში. ამდენ ხალხი დაიღუპა. და ამის არ თქმა, იმიტომ რომ სამდაკავშირი იყო, იმიტომ ჩვენ ხო ვიომეთ რა. მამაჩემის ბიძა იყო, ბაბუაჩემის, ანუ ბიძაშვილები 3 ძმა წავიდა ომში. ჩვენი კარის მეზობელი სოფელში, 3-ვე უგზოგლო დაიგარა. ან ქართული ხელმძღვანელები, ლესელიძე იყო, ჩანჩებაძე, ლესელიძე, პირველი ფინავი ქებურია, ესენი ხონდა თქვა და გამცემლიძე, ამბაზო გადაეფარა და გადარჩინა. ამდენი გმირები ყავს. აი რა ბოლოს და ბოლოს სხვა თუ არაფერი, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, იტალიის ეროვნული გმირია ფორე მოსულიშვილი. მერე ჩვენი ქართველი. ესენი ამ აი ეს გმირები, თალობამ, მე ასე ვფიქრობ, ეს გმირები უნდა და ამ თალობამ უნდა მისცეს გმირის წოდება. კი ბატონო. მაგრამ ხო არის სადღაც გმირები, არა, ეს გმირები მომკლება ჩვენ მივცეთ გმირის წოდება რა. ეხლა სიტყვით ეხლა ეს მივცეთ გმირის წოდება, ეს იქნება ყველაზე დაფასება იმ ხალხს, რომ გაიგეთებია მაგით ჩვენ პრეზიდენტს, ვერ მოასწარ ბატონო. გააკეთეთ რომ იმათ მეომრებს, ვინც გმირები ჩაიდინეს და ვინც ფაშო გერმანიასთან სისხლ დაღვარეს და გმირები ჩაიდინეს, ყველას მივცეთ ეს ქართული გმირის წოდება რა. ლეგიონის რაღაც რაც არის რა ჩვენ არის. კი, მაგაში სრულებით გეთანხმებით ბატონო რამოს. სრულებით გეთანხმებით. და მოუწოდებთ ხელისუფლებას რომ დროულად რეაგირება და გაითვალისწინოს. გამოვა რა ხალხო რა. ამდენი ხალხი 350,000 ქართულია ჩადებული პედოლები რა.
აი მე უბრალოდ ბატონო ხასკუას ხონდა ვასწავლოთ ბოდიში მაგრამ აი სადა იყო ქართველები ქერჩში სევასტოპოლში ეხლა რომ რუსეთს დაიღო ტატო მე უკანას იყო იქ დაიღო ერთი 200 ქართველი კი ბატონო იყო ეს ხო 5 რა ხაგაზე ხო ვასწავლოთ აი მე რო ჩამოყალიბდა ქართველი დივიზიები ჩამოყალიბდა ამ ლარონდი გააკეთა პავლოვიჩი რომ ქართული დივიზიები ჩამოყალიბდა და ქართული დივიზიები დაუყენა ქართველები ხელმძღვანელად რა თქმა უნდა კი ბატონო და მაგრამ როგორ მომდენ ეს ისტორია უთხარ ხალხაზე სხვა ირმან ხო გაი მაგრაიომეს მაგათ ჩანჩიბაძე რესელიძე და ბევრი კაცო აი მე უბრალოდ აი ბატონო რამაზ ერთ რამეს გამოვყუp ეს არის ახლა მოახსენე ფორე მოსულიშვილი რომელიც არის იტალიის ეროვნული გმირია და უბრალოდ მე იმი ფრაზას გავიმეორებ რომელიც არის ესეთი რაღაცა როდესაც გერმანელებმა ალყა შემოარტყეს იტალიელ პარტიზანების იმ შენობა სადაც იმყოფებოდა და სროლა იყო მძიმე დაჭრილი ფორე მოსულიშვილი იქ იმყოფებოდა თურმე და ნუ გარკვეული დროის შემდეგ მათ განაცხადეს რომ მეთაური ჩაგვბარდეს და არცეც არ ფერს დაუშავებს და ნუ დაჭრილი ფორე მოსულიშვილი ჯერ თოფის კონდახს დაეყრდნო მე მუხრით გასწორდა გააღო კარები გამოვიდა მთლიანად დაფლეთილმა და მხოლოდ ეს სიტყვები თქვა ვაშკაცები არ ნებდებიანო და შუბში დაიხალა ტყვია და ადგილზე მოიკლა თავი ხო ანუ მაგალითია იტალიისთვის ჩვენი ქართველი ვაშკაცი და ჩვენი პატივს ჩვენებს არ ვსებთ და იქ იტალიაში პატივს სცემენ ჩვენ ეროვნული გმირია ჩვენი ჩვენებს არ ვსებთ ჰოლანდიაში კიდევ ამ სხვა თავიდან აი ბატონშავლე აი საქართველოს სტალინის ძეგლი უნდა კონდეს გორშია არ უნდა თქვენგაც გორში სადაც არის ქალაქი სადაც დაიბადა იქ ძეგლი არ უნდა იყოს უნდა იყოს კი ბატონო რა იყო მაგით ჩამოსვლა ეს ხო ლიბერალისტების და ნაციონალისტებულია ხო კი ბატონო ხალხი კაცმა ადამიანს წამოგიდგენიათ კაცო ისტორიას ახსოვს რომ ორი შემთხვევა არის ორი ქართველი მაგრამ ორი ქართველი დგან რომ შვილი სამშობლოს შვილი შეცდიდა რა მარტო ეს თქვათ ერთი რა ეგ ერთი მაგრამ უყურე ბატონო ის არა ქვია ბატონო რამას ბოდიშოვიხდი აი გეტყვით ერთ მაგალითს რა აი უყურე როგორ რაღაცა იცი გეტყვით მაგას რო თავი დავანებოთ იოსებ სტალინმა გარდა იმისა რომ იაკობი სამშობლოს შეწირა მისი შვილი ვასილ სტალინი და ასევე შვილობილიც თნავი იყო და ასევე შვილობილიც არტილერისტი იყო და იბრძოდნენ იმაში და ბრძოლის ველზე გაუშვა ახლა ესეც ხო დასაფასებელია მაგარი არ გინდა მაგაზე ახლა ფაქტია რომ ჩვენ ხელისუფლებას გემთხოვს რომ გორში უნდა აღდეს სტალინის მაგაში სრულებით გეთანხმებით ბატონო რამაზ და ერთ რამეს დავამატებ აი ადრესი მაქვს ნათქვამი მე შინდისსა და ტყვიავს შორის არის ერთი პატარა სოფელი სადაც არის ბიუსტი და მე რომ მივდიოდი შინდისში ამ წელს გაზაფხულზე ხო აქ მნახე რა ეს ბიუსტი რო გადმოვდი მოვლირია ესეთი გამიხარდა სტალინის ბიუსტი რა გამიხარდა და დავიჯერო ახლა აი წარმოიდგინე ამე გერმანიაში კერძოდ არის გერმანიაში ქალაქებში სადაც სტალინის ძეგლი დგას და არის ხო და პატივს მიაგებენ ისინი და კაცო ჩვენმა კაცმა ბადაჟარი სტალინის ბევრი თქმა შეიძლება იქით აქეთ მაგრამ იმის ღირსიც კი არის გორში სადაც სტალინი დაიბადა იქით დგეს მისი ძეგლი რა თქმა უნდა სრულებით გეთანხმებით ბატონო რამაზ აი კიდევ ერთხელ დაუბრუნდები კითხვას აი პუტინის მიმართვასთან დაკავშირებით მშვიდობიან ურთიერთობის აღდგენასთან მიმართებაში თქვენ რა აზრით ახართ მე ხლა ხო ითქმე ლიბერალისტი მე არა ვარ მე მინდა საქართველოს დამოუკიდებელი ბოლომდე და ცოტა ნეიტრალური სახელმწიფო მე რუსებისთან ახლა მომხრე არა ვარ და 20-ის მომხრე ვარ მე და 20 ახლა რუსებს არა ვარ მე გული გამისდა იქ სამხრეთ ოსეთის რაღაც 1000 სახელმწიფოს პრეზიდენტი და გვერდით და ეს თუმცა აფხაზზე დაუსვია და პრეზიდენტი ჩამოვიდა და მე შეხვდა მაღაზია კაით რა რუსი ის მოყავდა ის ის არძიმბა არის ხო რა ეხა ეს გვეკუთვნოდა ჩვენ რუსეთგან რა სამხრეთ ოსეთიდან სა აფხაზეთი ბიჭო რა ეხლა ამაზე უყურებ ხო მე იტყვიან ლიბერალისტები რაღაცა რა იქნება კი ბატონო არა ხო სათქმელი კაცო სათქმელი ცოტა კი არა სამხრეთ ოსეთი რა ოსეთი იყო ოსეთი და რა დოსიტაც კაცი გულისის ამ ხლა ერთ უგრინდურებს ეკაცო რა პუტინები ხარ კაცო ბოლოს და ბოლოს რა რუსიერი არ აღგეს ამათი გონი რა ბატონო რა ვიცი რა მხარეს ჩვენ ქართველებმა უნდა მიხედოთ ჩვენ თავს ბატონო რა ასე რა ვიცი რა შემდეგ თემაზე გადავალ ეს არის ევროკავშირის ელჩის განცხადება საქართველოს ხო აი მაგას ვამბობ განცხადება საქართველოსთან მიმართებაში
ახლა და ერთ რამას დავამატებ, ბატონო რამაზ. მაგკაცი მე მგონი არ ჩამოვარდება ამერიკის შეერთებული შტატებში, კი რა, გადაჭარბა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის დეგნანის განცხადებებს ჩვენი ქვეყნასთან მიმართებით. დეგნანი ყოდა ძილ წავიდა და ეხლა გამოჩნდა ბატონი გაც. ხო და აი ვიცი, პოლონელი გაცია. კი ბატონო. პოლონელებთან მე შეხედული ვარ ისტორია და არა პოლონელები მეომარი ხალხია. პოლონელები და კათოლიკე მოწვეული ხალხია. კი ბატონო. თავზე სულ რუსეთის მიზღებში თავს თავუხედა და სულ ომში და მე არ იხდი სულ ხალხი და ნუ თუ ახლა საიდან გამოვიდა რა. ეს ახლა რაც ამან გააკეთა განცხადება, ეს რას ერევა ჩვენ პოლიტიკურად მავნებლური განცხადება. მავნებლური ხალხია შენ რაც მოჩაიხეს ეს აგზელებს ამას რა. რას ერევ ჩვენ საქმეში რა ევროკავშირის ელჩი ევროკავშირის ჩვენ არა ვარ და ის ეს ჩვენ რა უნდა საერთოდ კაც ოფშე ახლა უნდა მის ელჩს ვერ გავიგეს მაგას ეგეც მე ჯერ კი არა კაი ხანია ვერ გავიგე ახლა კი რა ხანია ვერ გავიგე არა ვარ იმის ეს რატოა სახელმწიფო ევროკავშირი ვერ გავიგეს ევროკავშირი სახელმწიფოა არა ეს არის სახელმწიფოთა გაერთიანება გაერთიანებას სხვა სახელმწიფო ეცები ხო გვაქვს ჩვენ კი გერმანიაში ერთი არის ფრანგეთში არის გაერთიანება ზებდენ სათუნა კიდევ აქვს მე კიდე აკლი ელჩები გვაკლია ხა თუ რა არის მე რა თქმა უნდა ვასწავლის მე ეს კაცი ჩვენ რა ოპოზიციას ხარჯი ყავს რა უნდა ხლა ამას რა სალომეს გვერდით დგას და რა ყველაფერი ხო ნათქვამია გადაღეჭილია და გამაღეჭილია გას რა უნდა უთხრათ ჩვენ მაგას ხარობა დგას მყარად და ვიდგენ ბურამდე მყარად მე ბატონშავლე ის ბოდიში ბატონო რამაც სანამ არ დაგავიწყდეთ საქმე რა შეიცი სალომე ზურაბიშვილს მაგკაცი აცხადებს ლეგიტიმურ მართლობას აი რა დებილია ვიღაცა რა აი ბაშორდა დაგდანა 60 კაცი ვარ და მე მოვესწარ იმას რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ნიშნავს ხდა ქვეყნისას დამოუკიდებელი ხდება ჩვენ ის გვეღირსა მაგის რაღაცას ვეუბნებით უარს რაღაცას ვეუბნებით კის და თარობა არის ჩვენ ისეთ რომ რაღაცას ყველაფერს ვერ შევება ახლა მაგას მაგრამ რაღაც საკითხებში მონაცემაში დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს არის თუ არა მას კი ეგრეა და როგორც იქნა რომ ჩვენ სწორ გზაზე დამოუკიდებლობის მხრიდან დავდექით და მივდივართ ამ გზაზე თული ეგ და ვინ თქვა იადვილი იქნებაო თული ეგ და ამ თუ გზაზე კიდე უნდა გაჭრან აბა დრო არ არის ის რომ შეიძლება ყველასა რომ გააკეთო შეიძლება დაირჩოდა ამიტომ დრო უნდა ალბათ მაგას რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავალაგოთ ხალხო რა თქმა უნდა ვერ ხედავთ რომ სხვა სიტუაცია და სხვა დალაგდა ურთიერთობა ხედავთ რომ რუსეთს გვერდით ვინ ედგა ჩინეთი რა თქმა უნდა ეგ დგეს ეს პარადზე ვის ტექნიკა გამოვიდა ჩინური გამოვიდა რა ხდება ახლა აქ სამხედრო ალიანსი იკრება რუსეთ ჩინეთ ირანი და ეს ბლოკი იკრება აქ უკვე ტრამპმა ელით მოჩვექი დაიწყო ლაპარაკი მოლაპარაკე ჩვენ ჩავთოთო თქვენი ევროპა ფიჯამჭდება პუტინმა და თურქეთში ვილაპარაკოთო კი ბატონო უკახეთ განახავთ ხო ემაქემა შევეხები ახლა რა სხვა რასკადია აქ უკვე გამიგეთ აქ ჩვენ სხვადასხვა მოქცევა გვინდა რა ისო ამერიკა გამოვიდა ესენი პალატე რასაო საქართველოს ატარებს რომ ჩინურ ირანულ პოლიტიკას რას ქვია ჩინურ პოლიტიკას ეგ მე ვერ გავიგე რას ნიშნავს მაგრამ ჩინურ პოლიტიკას ატარებს საქართველოს რა უნდა ჩვენ შეერთად ვივაჭრდა ირანს რა შესაძლოა ჩვენგან რა უნდა ჩვენ გამაგებია და რა უნდა და არაფერ არ მივაშინდა თავი წამოვწიეთ დამოუკიდებელი პოლიტიკურ გაბატონებას ბატონშავლე გვერდზე მაგიტო მეტი არაფერი არ ხდება აქ არა ისე უნდათ მაჭკუაზე რო ვიაროთ მაგრამ არ გამოდის მაგრამ არ გამოვა ეს ამბავი რა და ფაქტი ის არის რომ ისევ გამეორდება ბატონო რამაზ რომ 9 მაისის ალღუნთან დაკავშირებით რამოდენიმე ჩინელი გენერალი ყავდა პუტინს იქ პირდაპირ კი ბატონო ყავდა და კორეელი გენერალი გადაგიხი კორეელი ხდება და ხიგა ნახი ჩვენ ტექნიკურ შემოიყვანა 500 ტექნიკურ შემოიყვანია და ეს არის ალიანსის ამბავი აქ სამხედრო ალიანსია შეეკრა რუსეთს და ჩინელი ხო სხვა მაგალითად აღუგე ევროპა უკვე ყავარი პოლონეთში შეიკრიბენ აქ ჩამოვიდა დაგმიებენ ევროპელები ხა იქით აკეთა ევროპელები ჩვენთან რატო და ევროპა გაფუჭება რატო გააფუჭეს ჩვენთან ურთიერთობა ამათან მე ვერ გავიგე რა უნდა ჩვენგან ის უნდათ ბატონო რამაზ რომ ჩვენ რო აღარ დავდივართ მაჭკუაზე უნდათ რომ ისევ მაჭკუაზე ვიაროთ ხვალ საღამოს ვიდით ხვალ თუ არ საღამოს თუ არა ზეგდილით მაინც ახლა ხვალ შეიძლება სულ დაგვიანებული ამ საკითხში თარობის ხარეს ვართ ახლა ხამდე უნდა გავაკეთებია და აქ ხამდე უნდა გავაკეთებია რუსეთთან უცებ დავალაგოთ უნდა ასია ისე ახლა ეს ბატონ მოიშენებს
ბალესტიკურ აკადემიურ ერთმანეთს გუშინ დაიწყოს ომი ინდოეთმა და პაკისტანმა, ხო? და ომთან ერთად ერთად ელაპარაკებიან კიდე. მაგრამ გუშინ იყო თუ დღეს დილით იყო პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა დამთავრდა ომი უკას. რანაირი ომი იყო ვერ გავიგე. მოილაპარაკეთ რაღაცა ზეგად. ერთდღიანი ომი პირველად. მოილაპარაკეთ რაღაცა. ერთად ომები და მოილაპარაკეთ. უკრაინა რუსეთი ერთმანეთს ხოცავენ. მილიონახევარ კაცი დახოცეს. ნახვალ უკრაინა წაიღო რუსმა და ეხლა შეიძლება ერთმანეთს შევხვდეთ მოსაბარაკებლად ხოლმე. ჩვენ 30 წელია რავა ვერ შევხვდით ამ რუს და გეგე ჩვენ საქმე სხვა გააკეთებს მე რამე ეს კაცო 1 მეტრი ადგილი გადააწევი იესამე რო კავშირმა ან ამერიკა რუსმა თუმცა გაიწია ერთი ნაბიჯი უკან გაიწია რუსმა არა 30 წელი რატომ არ გვიშოვენ ჩვენ თვითონ თუ ვერაფერი გააკეთებს ჩვენ ასრულოდებით თუ არ გვინდა დაკარგული თუ ტერიტორიები თქვათ მაშინ დაკარგულია აფხაზეთი და ოსეთი თქო თქვათ ეს კაცო სად ოსეთი კაცო სამაჯარო თქო თუ დაკარგული არ და ჩვენ მოგაჩნია მაშინ რატო ლაპარაკობთ ჰოლანდიელიდან ვიღაც ვიგინდარები და ევროპელები მოგვიგვარებენ ჩვენ საქმეს როგორც უგარებენ უკანაც უგარებენ ჩვენს კაცო ვის თალია ჩვენთვის ჩვენი საქმე ჩვენ თვითონ უნდა მოვაგოროთ და როგორ კაცო სამხედრო ოსეთის იგი შენ კაცი გეუნება ამიხანაკა 12 წელი თარებაშია უცნობა ხო და ის ვერ მოვაგარო სამხედრო ოსეთის ატომის პრეზიდენტ ჩავდის იყო და ძება იქ ეს შენ ხო შენ იყო რუსი ამას არ გააკეთებს მაგრამ შენ ბაიკუსში ხარ არაფერს არ აკეთებ შენ არ ერევი ამ საქმეში შეიძლება შენ მოგვარება არ გინდა ამ საქმისო იყო როგორც არის ფაქტი გეუბნება ეს კაცი ხო შენ რამე იყონე არანაირი აბა რა შევია როგორ მოგვარება მაშინ ვინ არის სამხედრო ოსეთი კაცო საერთოდ აბსოლუტურად ან ერთს ან მეორე ქვეყნის პრეზიდენტს რა უფლება აქვს კაცი გეუბნება მოაგვარე მოდი დამელაპარაკე რა უნდა რუს კაცო რუს გარანტია უნდა გქონდეს იმის რომ საქართველოსთან არ მოხდებოდეს საშიშროება კი ბატონო ეს უნდა და არ უნდა იყოს ამერიკა-კავკასიაში კერძო შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს ის არ აქვს ხო საშიშროება არ უნდა მოხდეს რუს არ უნდა მოხდებოდეს ნატო ძახილი რომ დავიწყოს ხოლმე ნატო შემდივარ თქო თუმცა გამარი ხო ატყობდი რა კაცო ეს უნდა ხო რუსთან მოელაპარაკო უნდა და აჯიკი დაილაპარაკო უნდა კაცი გონა მოდი დამელაპარაკეო რა კაცო ეს ხო, მაგრამ ვინც გამოთქვამს ბატონო რამაზ სურვილს საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებასთან დაკავშირებით ყველას ეძახიან რუსულ ნარატივია და რუსული ქმედებებს ატარებენო. ის ქვეყნის მტრები რაც ეძახიან გაინტერესებს კაცო. აბა მოვიდეს მაგის ქვეყნად თქვას სხვა გზა რა არსებობს კაცო. სხვა გზა რა არსებობს ამ პრობლემის მოგვარების. რა რუსეთი დამარცხდება. პუტინს წააგებს და შეჩება ესა? ეს სულელე? ეს სულელე ჯერა თქვენ? მაგლდება. ხო წაგებულია რუსია შევიდა აფხაზეთშიო სისულელე ბატონო რამაზ ბოდიში მოვიხდი აი რამხელა არმია გამოიყვანა 9 მაისზე რა არმიის დაგას კაცო უკვე 2 მილიონ გამოვიდა დოქტორნაში ახალი შემოიღო 2 მილიონ ახალი გაზადო არმიო არა მარტო 9 მაისის ალღუსული გამოიყვანა რა ასამო კაცო და მაგას უნდა ვეუბნოთ ჩვენ რას ვისი კაცო ჩვენ რითიმდა ვეუბნო კაცო ჩვენ რაც ყავს კაცი გეუბნება მოდი დამელაპარაკე არა უსმები ხარო რიგიბურნება კაცო რითიება ამათ რა უნდათ იცი ბატონო რამაზ ამათ უნდათ ომით უნდა დაიბრუნონ მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს აი იმ ხალხთან ელემენტარულს გადავხედოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო აი რუსეთის არმია მე რუსეთის მომხრე არც ვარ და არც ვარ იმისი ფანატი მაგრამ უბრალოდ ელემენტარულს ვამბობ ესეთ რაღაცას ჩვენ საქართველოში რაც არის ომგამოვლილი ვეტერანები რეზერვში მყოფი ხალხი და თლიანი შეიარაღებული ძალები ჩვენ შეიარაღებული ძალები თავის შესაძლოა NVD-იან ყველაფრიანა დაახლოებით 5 იმდენი მარტო რუსეთის მოქმედი გენერალი ყავს. 5 იმდენი. ის რომის დამონებელი ვიღაჩვენ. არა, სხვა რამეს ვაბადონ ამას. მარტო 5 იმდენი მოქმედი გენერალი ყავს რუსეთს. და ელემენტარული გადავხედოთ. ვის უნდა ვემოთ? დანარჩენი ჯარები? საგაშვილი ამოდაგას მე 28 მე მათარ გვეგონა. შეიძლება ჯარი ვერ შევკავოთ და შეიძლება როსტოვი ავიღოთ. როსტოვს ავიღებ და როსტოვს. შევიყავ აღრიგ დავდებ რუსეთს. ეგ ხო მაგრამ საბოლოოდ რა გამოვიდა? ის რომ გამოვიდა რომ ოკუპაცია მოხდა კოდორის, მოხდა ახალგორის და ეს მოწეჭდა. და დამთავრდა. არ ლაპარაკო? არ მოილაპარაკო რუსთან უნდა და ჩვენ უწოდება უნდა. არაფერი არ თქვა? ხმა არ გამოიღო? სომეხი ჩავიდა ბიჭო, ეჭკვიანები არიან. ევროპა მინდა ვიდა სომეხი. რუსი გაგდება უნდა ეროვნიდან. ამ პერიოდში. პარალელურად ჩადის რუსეთში. ჩავიდა და იქ პოლიტიკა დაუჯდა გვერდით არა, ა? აბა? პოლიტიკა ეს არის, დაუჯერა ევროპას სომხეთმა? ამერიკას დაუჯერა? არა. რა წარმოაღო პოლიტიკა თავი? კი ბატონო. მე? ჩვენ აქ სუდი ვიჭეს ბიჭო.
ჩვენ რა გვჭირს და რაც 30 წელიწადია. რაღაცა ანუ ჩვენ საგარეო მინისტრის კალბატონი რა. შეგიძლია დაუსვეს ხო რუსეთთან საპრეზიდენტო საერთაშორისო გახსნას თუნდაც. ეხლა მაგას შეიძლება ვთქვა რომ ჯერ არა განვიხილავთ ამ ზესაკეთ გახსნის პროცესია რუსეთთან ჩვენ ძველი მეზობლად ვთქვა ლამაზად თქვა ლამაზად. დიპლომატიური ენით ოღონდ ლამაზად. და ჩვენ თვითონ ერთ სახელმწიფო ვიყავით მოხდა ჩვენ შორის გაუგებრობა ეს საკითხი მოგვარდება და ყველაფერი წინა გვაქვს. ლამაზად თქვი? კი ბატონო. ადამიანმა ხო ორი მხარე ლამაზად. ერა სანამ ჩვენ დაბრუნებს დაკეთო. დაგიბრუნებს ბატონო ამ საკითხს. დაგიბრუნებს. მაგ დაკპარტიზებს და მე ის გახსნის საერთო არა. რა სიტუაციას ამბობ? რეებს ამბობ შეკაცო, რას ამბობ კაცო, რას? საერთოდ რა? ვიჭამს და რა არის ეს? ვინ ხებს თქვიო? საერთოდ ყველა სიტყვა დიპლომატია რა არის? ენა, ლაპარაკი ხო? მაგრამ ბატონო რამაზ რა არის? ყველა ნათქვამ სიტყვას აქვს თავისი ახსნა. ყველა ბიზნეს ხოლ გააკეთებს პოლიტიკურს კაცო. ერთი კაცი ყოველ გააკეთებს კაცო. შეხონი ტვინი ხოლმე დავსარიან ხელისუფლებაში. შენ თავი ხოლმე განძირო თქვა ლამაზად, ისე ლამაზად თქვა რუსმა და ხუჯა თქვა ის გამოს უზარხებზე ამის გამონათქვამი. კი ბატონო. ხუჯა გამოვიდა თითქოს სასაცილო დგდება. შეგვიძლია ჩვენ მეზობლებს საკეთ არცად არ უნდა ჩვენ რუსთან დავალაგოთ. არ სომხეთთან არ უნდა. არცად არ უნდა ჩვენ რუსთან დავალაგოთ, რომ ჩვენ დავალაგოთ, აი ეს ფუნქციას კარგავენ აქ. კი ბატონო ეგრეა. მე ტვინი ხონდა გოდეს თავში. ხო მაგრამ ამათ ვინ წახვალდა ჩვენ აფხაზეთის ომში? ევროპამ და ამერიკამ. შენ სამეზობლოა ზაქ. კი ბატონო. ქართულ ტერმაც ზაქ. შიდა წრემაც. ვინ შეერაღა დღეს პაპავე ვინ იყო და ვინ დაკეთებდა ტანკები შესული აფხაზეთში. რუსმა მიწაკაც ვაგებო. ვინ იყო რუსი თომახი არ იყო ვინ იყო ხო ისე. კი. მე ხმლაში არ უნდა ვინ მოაწროს. ყოფილობა ჩვენ შორის იყო პრობა უნდა ჩავაძენო ჩვენ და რუსებს შორის. რუსულოვანია და ვისო და რუსი მაგრამ სხვა გამოსვლას ხედავთ რამეს ხალხო? ვინ არის ერთ ძალა არსებობს სოფლიოში რუსო ეთქვის რომ რუსო გაიწიო და საკაც რომ დათმეო ერთ ნაბიჯს გაიღავა უკან. მთელი ევროპა ომება გაიწია ერთ ნაბიჯი დაიხია უკან. ამერიკა ჩაერია ტრამპი მოვალე ერთ დღეში დაამთავრა ომი და დაამთავრა ტრამპი ომი. დაამთავრა რა ის კიდე? რა გააკეთა ტრამპმა თქვა მოვიდა ტრამპი სამეთოია ხო კაცო. ერთ დღეს მოჩებიო პუტინს რა უხდა რამე? არაფერიც არ უთქვი. შენ იმედი ქონდა კაცო და იმედი გვა კიდევ. კაჩინსკის კაცო. კაჩინსკის. კამიანი კაცო დარბის და მაგისი? თან ყველაზე მაგარი რა არის ბატონო რამაზ სანამ აი მე შემდეგ თუ ოცნებას კაცო. მე ოცნ პატენტოლოგია ვარ, მომხრე ვარ და ვიხი ბოლომდე კიდე მომხრე ვიქნები. სანამ აკეთებ ქართულ საქმეს. მგონია კაცო ხალხი ბოლომდე მივაწვეთ კაცო. გამოიყოს ხალხი დავიწყოთ რუსეთთან, ურთიერთობა დავიწყოთ რუსეთთან. შვიდობა ზით აღდგეს ურთიერთობა რუსეთთან. დავალაპარაკოთ კაც. წერია წერზე ლაპარაკებიან. გვერდს ხედა რა მოიყვანს რა მოგარიო როგორ არის კაცო? მაგრამ ჩვენთან ეგრე არ არის ხო იცი? ვიღაცა უკვე ვიამან თქვა იმან თქვა. და ყველაზე მთავარი აი სანამ უშენ. აი კარგად გული გამესტა რა ის ცხინვალის ვიღაცა რო ის და მარიონეტები ისეთი გამოჭიმულები რა. ბატონო რამოს ბოლოს მეორე საკითხი კიდევ ბოდიში რა. უკვე აი სიყო. აფხაზეთში ატარებდნენ უჩელი თუ რა სასწავლებელია რაღაცა ისე. წურთნესა და ახშურა. თვითონ წურას აწერ აფხაზეთში თვითონ რაღაცა. და იმოგეს ისურიან აფხაზები. და ჩაილაპარაკა ერთმა რა. ზესტაფონამდეო. ამათ სალაბადო გახტი ქვეყანაში რა. ამა ხავ კოსმოსის საუდარტი ამათ გახტი ამათ ვალაკები ზესტაფონს მაგრამ. უტუნება ჩვენ და რა გინდა თქვა რა. ამაზე შეარჩინო განჩილած გააკეთეთ ჩვენ ამაზე შეარჩინო ბიჭო მეთქე თხილწვალავებს ამაზე შეარჩინო ის ამავე რაც კათოლიკოს გაუკეთეთ მაგრამ ჩვენ ვერ ვაგორებთ იმასთან ჩვენ მოაგვარ მაგასთან სემინარია მე რა თუნდა რუსი აფხაზეთი დალაგდე სიტუაცია აგროვდა ეს მინიგი ახდება წუჯი ბიჭო რა ზესტაფონამდე ნახებდი ბიჭო ამაზე კათოლიკოს დაჩაგროს და იმას ვაჩვენებდი ამას წელს მაგრამ სიტყვი არა გვაქვს ჩვენ პოლიტიკა ქვეყანა არ გიყვარს ჩვენ პოლიტიკაში ვარ ყვავს ერთ კაცია ჩამოგდები ყველაფერი და არ გამოვაზე არაფერი ბიჭო რა ბატონო რამაზ რის თქვა მინდოდა ბოდიში გაგონებული რა ბატონო რამაზ რის თქვა მინდოდა იცი ეს ევროპის იმის და ამერიკის ისა აი ამოვიდა ყელში შეშფოთება აღშფოთება და დაგმობა მეტი არაფერი არ იციან ამათ გამიხმარე კაც თუ მეხმარე რა ვես საერთოდ რაღაც რას ფიქრობ მითხარე კი ბატონო გზა მითხარი აი გზა მანახე ჩემი შველი გზა არა მაგენი მარტო იცი რას ამბობენ ბატონო ამას აღშფოთდნენ შეშფოთდნენ და დაგმესო თუ საქართველოსთან გინდა ჯერ ან ამას დაიწყო ერთი ხმა მოვიდა სამეთვია ყვეჩი ვედაკით აი ეს რაღაცა საჩვენო რამაცა ორი სხვა თქვი შეკაცო რა
რა არის ყველაფერი ვიკავ მოკეთეთ ისე როგორც ტრამვი მიყვება იგივე ხუზას იგივე ხო გამოჩნდა რა ჩვენი გზა რო სწორი რო არის მე კიდევ კონგრესმენო შემოიტანა ეს კანონი რაღაც აბა მეგობრული ზაკ ეს ყველაზე საერთოდ რა საერთოდ იკა რა საერთოდ იკა რა მეგობრული ზაკი ეგაც რა დასაცილო მე შემი ამათ მივაჩინა ჩვენ ვიღაცა ჭეკლასის ვიღაცა ნაძრლებს კაცო ანეს რა არის ეს რა მეგობრული ზაკი ეგაც რა ეგ რანაირი მეგობრული ზაკი სახელმწიფო დაბაჭებას ყველანი მე ვირჩიებ თარო ბაგას ხოლა ვირჩიებ სხვა შენ ვისადაგცინებ როგორ მეკცევი მე შენ თანაც დარბაზი არ ნამდვილა ტელეფონი მიუწია თქვა და თანაც მეგობრობის აქტი დაარქვეს აი რა ეს მოქცევას არ ვიცი რა ასეა ისტორია რა გადამთქელი რა იზა რა კარი რა კი ამერიკამ ჩვენ გიხსნა ის საფორაჟე ხორბას გაწვდა და გაჭმევდა ის ღორის საჭმე ხოდა და შიფშიტა გიხსნა მაშინ ხო კაი ხო მაგრამ ყველაფერს აქვს ათიმდენი წაიღო აქედან და ამ თიმდენი თანადგომ წაიღო აქედან რა ჩვენგანაც რა ბატონო რამას ბოლო კითხვა შევეხებ ვერ მოხდები თანადგომ ნაგადგან რა ბატონო რამას ეხლა ამერიკელებს ხო ამერიკის მომხრევად ეხლა რაც უნდა იყოს საქართველოს 14 ამერიკის მომხრეა კი ბატონო ხო თუ წამდე გერები და მოხსევით თორე შევდით წამდე ხა არა ვარ ჩვენგანაც მაგრამ ასეთი საქსილი წამდე კი ვარ კაცო გაგონდინა ეროკავშირი არ მინდა ჩვენ გვაგვინდა კაცო ასეთი ეროკავშირი არ მინდა ასეთი გვექცევა იმიტომ ასეთი ამერიკა არ მინდა ჩვენ ექცევა იმიტომ თორე ამერიკა თულია კაცო როგორ კაცო როგორ თქვა მე რა რუსი ჯობი ამერიკას ან ევროპა რუსი ჯობი ეროკავშირი გიჟი ხო ასე რომ ექცევით ნო შემე მიბიძგე მიკითხე სად წავიდე არ ვიცი მაგაზე მიბიძგე ხო და საქმეც მაგაშია რასაც დასაწყისი აქვს იმას დასასრული ხომ უნდა ხონდეს შეგიდა ვიღაცა მარნეტი მოიყვანა და შეგიდა მე არ მინდა თმა რა რა გამოვადი სამართავი ქვეყანა რო იყოს იმიტომ უნდათ მაგათ მარიონეტის მოყვანა ეს არა ხო ამადგან არასამთავრობო ხო დავისწრო და დაფინანსებისგან ხო ამ ხალხური და დაისწრო ქვეყანა ამადგან ამ რიგინდარები და ფული არა გვაქვს ის რა გვაქვს და ვიღაცა უხდის თუ და ღალატი რა არის რა ბატონო რამას ბოდიში მოვიხდი ბოლო კითხვაზე გადავალ ეს არის პუტინის განცხადება თურქეთში შეხვედრასთან დაკავშირებით რომელმაც თქვა რომ ჩვენ დაუბრუნდეთ 2022 წლის მდგომარეობის გაგრძელების ფორმატს. სტამბულში იყო ბლაბლაბლა. კი ბატონო. თუმცა ზელენსკი წინააღმდეგი იყო მაგ თემასთან დაკავშირებით. აი ამ ყველაფერს თქვენ როგორ შეაფასებთ? მან თქვა რაღაცა. სამრიანი მოატორო მოჩა მაშინ უკანა შეიკენა. ნუ ხვალ უნდა იყოს მაგის ის. უკანა შეიკენა ჩამოვიდნენ ევროპელები, ფრანგები, გერმანელები ისინი და მოთხოვნისენით მოთხოვეს რუსეთს ერთიანი ხელშეკრულება, ეს ერთიანი მორატორიუმი რომ მოთხოვეს. ოდენმე შეუთვალა ისკენ ვაფშე ყადარ მიეცე მოთხოვნას და უთხრა თუ გინდა გაძელება მშვიდობაზე ლაპარაკისო სტამბოლის უთოთობა გავარძელოთო და ერთიანი კი რასათო ომის შეჩერებაზე ვილაპარაკოთო თხოვოთ თურქეთს თუ შემდგომლოსო ამერიკას აქვია და აქეთ მომძანდი ვილაპარაკო თურქეთშიო იქით შეთავაზა გამოვიდა ტრამი ხო იძახა და იმათ აგერო ჩინეთის ახარიო შეიძლება წამოიყვანა აქეთ ჩინეთი აგარი ის იმიტომ თქვა მაგხენად მაგი პუტინმა რომ ჩინეთი გვერდში ყავს ეგრეც და გვერდი და თენება ვიყო და ერთ გავიდე პარადზე ხო კაც ჩინეთი რომ მე პრობლემები ჩვენ რა გაკეთე ეს იაპონია და ხო მაგრამ რუსეთ გამაგი გვერდი ხო ასე არ იყო ასე იყო და ეს ხო იქი დაუწყო იქი ულტიმატუმი პუტინმა ევროპას არის გავუკეთე იგნორი შემხარე ხარ ევროპა იგნორი ვიცა ევროპას და აქეთ მომძანდი ბატონო და რა იქნება ხო გადაწყვეტა იმასალა იმათა მოლაპარაკებას რა აზრი აქვს მაგი ხო დამოუკიდე პიროვნება არ არის მაგი დასმულია გარედან ხედასმულია და ის არ წყვდა უკრაინის ხალხის ბეზმო და უკრაინელებო თქვენ თქვენ რატო ხართ რამ დაგაძინათ ასე მე არ ვიცი რამ რატო არ მოდიხართ აზე რა ზელენსკი თქვენი პრეზიდენტია ზენ საქციელი ახლოს მიდის ამასთან რასწროდები თქვენ ხვალდაზე უკრაინის სასიკეთოს უსილას არ ქევიცით მაგრამ რატომ იყო ედახამ თქვენ საქმე ხო რასწროდები დგას ამერიკა დაგეხმარა სამეგრო დამოგთხვა ხო ხედავ ერობა რას მოთხოვს იცი ხვალდაზე ეგ მიწები რო გაიშვა მიწები ის ნახვა ნაკედი აქვს თუ მაგათ ამას წაიღეს რუსი დარჩენის შენგონი არა ისინი შეგაჩენენ ამერიკა ის სვაბი არის ერბაგენი ამოგწოვენ ყველაფერს იქიდან თქვენ გონა დამოგდო არ იქნება მის დღეებში თუ თავი დაიღუპეთ სამ დროზე თუ არ მოხვალთ გონს საშეყავი თავი სად
ბატონო, ისე რა საინტერესო ფაქტია, იცი? ამ უკრაინის ხელისუფლებისა ხალხისაც უკვე მეც არ მესმის და ვერ გავიგე. ხო ხედავენ, რომ ქვეყანა დაღუპა ამ ზელენსკიმ. არაფერ დათმობაზე არ მედის. ამ ხელა ტერიტორიები არის რუსების მიერ ოკუპირებული. აქეთ ოდესას უბაგუნებს რუსეთი არის ერთ ამბავში. ხო? ოდესას ხალხი გამოდიოდა და ხო, ოდესას რუსი გოროდო. ხო. ხალხ მოსახლეობა ამბობს, რომ უსუქალაკი ოდესას. არ არის უსუქალაკი? არის, როგორ არის? ოდესა უკრაინის ხალხი. გაჩერდი რა. ხარკოვის საერთოდ არ არისო. ეს ხო ვიცი ჩვენ სტალინმა და გადაცეს, რომ დიდი რესპუბლიკა ხო ბელორუსია, უკრაინა, რუსეთი ხო დიდი რესპუბლიკები, რომ გაეროს ქონდა სამი ხმა. ეს ხო მაგდომ გაკეთდა. კი. რაოდენობის მიხედვით გადაცეს. გაგაცნო, გაეროში ქონდა 3-4 ხმა ქონდა სადღაც. მაგდომ გაკეთდა ეს ხო ვიცი მაგით ჩვენ. რა, უკრაინის ხელისუფლება სტალინმა არ შექმნა? ვისე მაგასობა, მე შექმნე ეგაც. აიც რა. ხო და ამიტომ მაგათი იყო საერთოდ რატო არ ესმის? ხო ხონდა და პოტიმა ხო თავიდან საბაკავშირო დაიშალა. ხო მი გარანტია მისცეს, ხო იყო თავიანთი. რა ძიდა, რა უნდოდა რა. რა დაანგრია, რა უნდოდა კაცო რა. ერთი იყო რომ დატოვო სამხედრო გემების ბაზა ნოვოსიბირსკში ჯანდაბას ნოვოროსიში და ამაში გიღდაგიტიო ფულს, უწოდა ფულს, იჯარათოთე და კაც. დაანცი რა იყო ცხოვრობდნენ იყო მშვენვადი მანად. კი ბატონო. ნედლეული იყიდებოდა რუსეთში მიხვდა ვაჭრობდნენ და იყო მშვენვადი. მაგრამ ეს ამათმა ერთი ამბავი ატეხეს. ეხლა რა უშიდათ ხელ უკრაინას? რაში იყო ცუდად უკრაინა? ცუდად ცხოვრობდნენ, ცუდად ქალაქები ჰქონდა რა. ცუდად გულაობდნენ, ცუდად ხალხი ცხოვრობდნენ. ცუდად იყო უკრაინელები? შვენივრად იყვნენ. რა უშიდათ ხელ? ეხლა არის კარგად? ეხლა დანგრეული დაქცეულია ყველაფერი. მაგრამ ამ უკრაინის ხალხს მე არ მესმის, ვერ გავიგე რა. იცით რა დამბავი გაც. ჩვენ მე ვერ გავიგე მე ჩვენი იმტერი ყავდა და იმ ხლა უკრაინაში ყოლა მომტერი მაგრამ ჩვენ ვერ გავიგე ჩვენებს რა უნდა დაკრო დარბიან კუჯარი და ყრიანი კა. სალომე მალომე და კუჯარი. ამას ვერ გავიგე თორე უკრაინას გაიგე მოაგვარებენ თავზე მიხედავთ ჩვენ არ გავაკეთო ჩვენო ეს ვიგინდარები რა. 26 მაისს მე შეიძლება რა თქვა იმამ. არა, ეს 26 მაისის ალბომზე მაგარი იყო, მე ჩავიბარებ ალბომს. მე ჩავიბარებ ალბომს გაც. აი პასუხად ეს ირაკი ხო? კი. მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ და მე ჩავიბარებ ალბომს. ვერ გავიგე რა, ეს ხალი 100-ია, ანისია, რას ლაპარაკობ? შეიძლება ელისაშვილთან ჩაიბარო აღლუბ ელისაშვილთან. ესაც გამოვა მარშრუტ და ის დარქებათ. უაი ამათ პატრონს. ის არ დავისყდეთ კიდე ხაზარაზე და ისა. წინ დაუშველი და რა გინდა ნაცების ყოფილი გენერლები ხო არიან? იგას კაი. მოგავა ისა რა ქვია. ყურაშვილი და ისინი ჩააბარებენ. ელისაშვილი წინ დაუდგება. დაუდგება. რუსთან მხოცველი. არა. ბატონო რა ბოდიში მოვიხდი აი. რა გამახსენდა იცი? ელისაშვილი რო გამოვიდა თავის დროზე უკრაინაში რო იყო ხო წასული. და ერთ კვირა ისა რა ქვია 3 დღეში 5000 რუსი მომგარია. ნე, არ მიშოდო ხიდა კარგად არ მიშოდო 5-3. კარგად არ მიშოდო კარგად კიდე მეტი უნდა მომეხოცაო რა ვერ მოასწარიო რა. ის ხალხი დამული ყავდათ, თუ დამწრეული ის 5000 კაცი როგორ. დავიღალე ხოცვისგანო რა. დავიღალეო, თალოს კაცი მაგ გამწრალიო. დიდი და. კაუჩი მომემზადოს, მე ხლა მე და ხართუ წერ კიდევ დემოკრატიულ მოძრაობებს დაფუძნდა პარტია იმათ გაატარეს უკვე იმაში ცესკოს რეგისტრაციაში გაატარეს. კი ბატონო. კი ბატონო. ათეულში მიიღება მონაწილეობას. შვენიერ ბიჭები არიან. საქართველოს უყვართ ვიცი მაგათი ამბავი, ხოთენზე უყვართ. გოცნებასთან იქნება პაექრობაში კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო. პატრიოტ ალიანსის მიიღება მონაწილეობას და მშვენიერი ხალხი ეხით. აგერ გირჩის, პატრა გირჩის ხან რაღაცა ჭკვეროს ამბობენ დაანჩენია არა მაგრამ საჭიროა ისინი ხალხის საჭიროები არიან ის ეს ახალი პარტია რო არის სოლიდარობა მშვიდობისთვის მაგით ჩვენවත් არის ძალიან კარგად იქნებიან და ხო ეს კიდეა ისა რა ქვია მამული ენას არწმუნებაც კი ბატონო ეს კი ბატონო შემოვლენ და ავტომატ ჯარშენებისთვის მომემზადოთ ხალხო რა შევატაროთ აი მშვიდობიანი ისა რა ქვია არჩევნები რა მაგრამ ერთ რამეს ვამბობ ბატონო აი პირდაპირ ეთერით მინდა განვაცხადო აი სოლიდარობა მშვიდობის მოთხოვნასთან დაკავშირებით მე მხარს უჭერთ აი ამ მოთხოვნას როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და როგორც პოლიტიკური ფიგურა და ვამბობ რომ ნაცების და პრონაცები
აიკრძალოს არა არჩევნების მერე, არამედ არჩევნებამდე. ვიღაცა მოთხრა ხო? ეხლა კიდე ვიღაცას დაუჯერდა თქვა ხო? ხო კარგად მიყვებოდნენ ამ საქმეს. კი ბატონო. რატო გაჩერდნენ ახლა? კაით რა. და უნდა მიიღონ არჩევნებს არ უნდა თუ გაჩერდნენ, ვიღაცამ გააჩერდა კიდე ესენი ხო? კიდე ვიღაცას დაუჯერდა. ზემოდან არის ზეწოლა. კაი საერთოდ. აიკრძალოს მაგათი ისა. თუ არ ქონდა ტრაკი, ბოდიში, თუ არ ქონდათ იმ ერთი ადგილი იმის რომ აგეგზალა, მაშინ დაიწყეს საქმე საერთოდ. ჯერ განსაზღვრე. შეგიძლია თუ და მე დაიწყე რაღაცო. ჯერ თუ ეს თუ დაიწყე, მიყება თუ არ ქონდა წინასახოდ გათვალო უნდა გაწულიგანი უწყენეს მე საერთოდ არა ვარ უწყენეს მაგარია რა ეროვნული განათლებული მწოდნე მაგარი ვარ მაგარებუნია ხათუნთან წინასახოდ გასაგებო ჩვენ ეს რა თქმა უნდა კი ბატონო გაფერებ ჩვენ არა ბატონო რამას მე საერთოდ არა ვარ სოლიდარობა მშვიდობის პარტიის არც წევრი ვარ და არც ისა მაგრამ მხარს უჭერ იმ მოთხოვნაში რაც წამოაყენეს 9 მაისს ამ პარტიამ გიგვიძის პარკში იმიტომ რომ ეს სამართლიანი მოთხოვნა უნდა აიკრძალოს არჩევნებამდე ნაცებისა და პრონაცების ინტრიგანული ხუშტურები დროზე დროულად და არ არჩევნების მერე გერმანია ხო გძალას უღაც პარტიას კი ბატონო რუმინეთი გძალას ბულგარეთი გძალას თავის კონსულტი გძალას ხო ჩვენ ასაგზალია აგძალო და მარტოსით სამართლებრივად აიგრძალოს და სამართლებრივად ამარებულგან ახლა გადატეს არჩევნების მერეო. არჩევნების მერე რატო ვერ გავიგე? თუ ამბობდე რომ არჩევნებამდე. კაცი არჩევნები დამონაწილეებოდა, რამჟღავნებაა არჩევნებამდე აკრძალავ თუ მე აკრძალავ. დაცები ამბობენ რომ დამონაწილეობა კაცმეო. ო. რამჟღავნება მაშინ როდის აკრძალავ ამას? ო, გახარეს მონაწილეობს არჩევნებში. კი ბატონო. ახალ შემოსული ყარაუშვად. გახარია აი მაგახარიას პარტიის საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე. ისეთ ხალხია გახარია კიდე მაგ იმედი ის რომ მაგი ჩვენებული დასავლეთ დელეგაცია, კოლეგაცია და მაგი ჩემი აზრი გეუბნება ქვეყანას არ მტრობს გონია რა. თუ და სულ დაზე დადგა თავიდან, მაგრამ მაგი მოწრალება ქვეყნისგან რა. აი პარტიის არ ამგონია მაგ ქვეყანას უღალატოს. რამაც. ყვაზია კი ბატონო, ყველა ერთ აზრი ხوار ვქნებით გა. არა. ჯანსაღი არ ამგონია მაგ ქვეყანას უღალატოს და ჯანსაღაზრამდე მიდის. კი, არ ამგონია მე გახარია კი ქვეყანას უღალატოს. არა მაგის მომხრემე ერთ ხმას არ მიიღებ ამჟამად მე ყველა მომხრე ვიქნები კაც მაგრამ იმას კენიცავს რომ მე რომ მომხრე ვარ თუდია არა ბატონო კი ბატონო თავის მომხრე ყავს ხარდამჭერი ყავს თავისი ყავს კაცო ყავს და მიიღებ და მიიღებ თავის გაგორადოს ხმას კი ბატონო და რაც შეეხება გახარიას პარტიას გახარის პარტიაში ძალიან ბევრი ლიდერი ჩემი მეგობარია პატრიოტი ხალხი არიან ისინი ქვეყნისთვის მაგრამ ნუ ახლა ყველას თავის პოლიტიკური იდეოლოგია აქვს და შემოვიდეს და პარლამენტის შენობაში არსებობს საკებულოებს და იქ ვიჭიდაოთ იქ ვილაპარაკოთ და იქ ვარჩით ქვეყნის ამბავი კაც რუსთავი დაანებენ თავი კაც ერთი მომხრაში კიდე ვიცი თხოვ რა ეხლა დალევა სიტუაცია აიგზალოს რუსთაველის მოედან მონაკვეთში მიტინგი ჩატარება რა დავიღალეთ კაროჩი 91-დან აი მონაკვეთში აიგზალოს საერთოდ ჩატარება იმის ხალხი წოდვა ცხოვრობს კაც თბილისის საკრებულოდან რუსთაველის მეტრომდე აიგზალოს გეუნებით ხوارან დადეგი იყო დადგინდა კაც რა ხალხი წოდვა რა იქ კაცო კი ბატონო ეგრეა გეთახმები 20 კაცი ეგრევა და სადგედა დღეს მოკლედ ბატონო რამაზ გადაცემის დასასრულს საერთო შეჯამება გავაკეთოთ და დავამთავროთ ამის შეჯამება ისა ჩემო შევლებო რომ ნეფტზე გავდივართ აი დანეთზე გავდივართ ვიძგა ხო და დიაგნოზი ყველაფერი გაწყდა და ძალიან სულ სიტუაციაში ვართ ჩვენ ძირგლივ ერთი ომი მეორე მესამე ომი გარეულობა რაღაცა მაგრამ ვინარჩუნებთ ქვეყანაში მშვიდობას ეკონომიკურ სტაბილურობას ვინარჩუნებთ უკეთესად ჯობია მაგრამ რაც არის არაგვიშავს თავი არაგვირიო კიდე გვერდზვის ვისაც არ ეძარება ყველა გვერდზვის კი ბატონო ეგრეა ეროვნულ ყველა ებრძვის ეკლესიას ებრძვის ქართულობას ებრძვიან ეროვნულს ებრძვიან თეატრები ამბავში არიან ნახე თუ დადგეს თეატრი კიბეზოვადი შიშველი ხარ დრებს ამბობენ რა საკეთებენ ან ხაზები გაზარდეს რა ხდება საქართველოს ოღონდ ეს მაგარი გისო ვარ სახები რო ვარ და ჩინეთში წავიდე ჩინეთი იმპერიაში არ გაგოდე ჩინეთში თეატ გამკაცო ვიხარ ენა მოხედი ვინგორის სახარ რაშვილი ხარ ენა მოხედი კაცო აი იგი სერიალებში და ფილმებში გასაგებია თეატრში გავაკრდა ეს პორნოგრაფია რა უნდა გაუზოთ ბატონებო ქვეყანა გადარჩება ყველაფერი კარგად იქნება უფალიღებს ჩვენთან არის პატრიოტ შემაძიახის როცა გულხევით
ალბათ ფონს გავალთ რა. უფალი მოწყალია და იმედი გვაქვს ჩვენი უწმინდესის მართლა გეთახმებით ბატონო რამაზ, მისი ლოცვა კურთხევით გავალთ ბოლომდე ფონს. გავიდოთ ფონს. კიდევ ერთხელ ულოცავ ბატონო რამაზ ხვალინდელ დღეს ჩვენ ოჯახებს საქართველოს მთლიან მოსახლეობას გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის მადლი და ძალა ფარავდებს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ოჯახებს და მთლიან მოსახლეობას. ეხარეს. ბატონო რამაზ, მადლობა დღევანდელი გადაცემის სტუმრობისთვის. მოკლედ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ესეთი იყო პოლიტიკური კვირა. შევხვდებით შემდეგ კვირას 21 საათზე. მადლობთ რომ გვიყურებდით. ეხარეს, კარგად დანებეთ. კარგად იყავთ.